გამარჯობათ, მე რუსიკო მიდევარ, ეს არის საუბრები ფსიქოლოგიაზე. დღევანდელი საუბრის თემაა მეკონცეფცია და თვით შეფასება. რა არის მეკონცეფცია? მეკონცეფცია არის ადამიანის წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ. თითოეულ ადამიანი იცის ვინ არის და როგორია ის. ვაძლევთ ხოლმე ადამიანს დავალებას, სხვადასხვანაირად უპასუხოს კითხვას, ვინ ვარ მე? ეს არის შანსი იმისა, რომ მივიღოთ პრაქტიკულად მივიღოთ კონკრეტული ადამიანის თვით ხატი, თვით კონცეფცია, 20 მტკიცების ტესტის სახელად წოდებული. ესე იგი, ეს 20 სხვადასხვანაირი პასუხი კითხვაზე ვინ ვარ მე, შეიცავს ხოლმე ადამიანის როლების, მისი თვისებების და მისი თვითგანცდების ჩამონათვალს. ძალიან საინტერესოა, რომ კონცეფციასთან უშუალოდ არის მიბმული თვით შეფასება, რომელიც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ამ კონცეფტს ადამიანი ან დადებითად აფასებს, ან უარყოფითად. ეს ემოციური შეფასება მეკონცეფციისა წარმოადგენს თვით შეფასებას, რომელიც არის ან დადებითი მაღალი, ან უარყოფითი. ძალიან საინტერესოა, როგორ ყალიბდება თვით შეფასება და მეკონცეფცია და რა გავლენას ახდენს ის ადამიანის ქცევაზე. მეკონცეფცია ფორმირდება ბავშვობიდან, სულ პატარა ასაკიდან ადამიანი ეძებს პასუხს კითხვაზე ვინ ვარ მე და სოციუმი, რომელშიც ის ტრიალებს, არის სარკე, არის ის გარემო, რომელიც მუდმივად აწვდის მას სამშობლობინებას, მუდმივად უზრუნველყოფს მას შეფასებებით. პატარობიდანვე ჩვენ გვესმის, რომ ვართ ყოჩაღები, კარგები, რომ გამოგდის რაღაცები ამ პირიქით, რომ ვართ ზარმაცები, რომ დაუდევრები ვართ. გარდა იმისა, რომ გვესმის ეს ყველაფერი ვერბალურად და პირდაპირ ჩვენ ამ შეტყობინებებს და მესიჯებს არავერბალურად გვეუბნება ასევე სოციუმი. ყოველი გარკვეული მოპყრობა ბავშვთან, მისი მოფერება, მისთვის ხელშეწყობა რამის კეთებაში, მასთან ერთად თამაში, ამ პირიქით უგულველყოფა, დაჩქარება არ დაცდა, ეს ყველაფერი არის მესიჯები, რომელსაც მაინც ამ პლანში გადათარგმნის ბავშვი და თავის აგროვებს კითხვას იმაზე, თუ როგორია, თუ მე სულ მუდამ ველოდები მას და წავახალისებ, თუ ჩაიცვა და ჭამა და მოვიწონებ ამას, ის იგებს, რომ მას შეუძლია და კარგია, მაგრამ თუ მე სულ არ ველოდები, თუ მე სულ ყურადღებას არ ვაქცევ და თუ მე სულ უგულვებყოფ, ეს მისთვის არის მესიჯი, რომ ის არ არის კარგი, ის არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. მეორე ძალიან მაგიური მოქმედება თვისება მეკონცეფციას აქვს ის, რომ მას გააჩნია თვით რეალიზაციის მოქმედება. ანუ ადამიანი ქცევა ისე, როგორიც მას გონია საკუთარი თავი. მეკონცეფციას აქვს ტენდენცია, რომ ქცევაში გამოვლინდეს და ადამიანმა თავის მიმართ შეხედულებები ქცევაში განახორციელოს. ეს არის გარდატეხა პედაგოგიური პრაქტიკისთვის, რომელმაც ნაამკვიდრა ტრადიცია, რომ ადამიანი უნდა უზრუნველყოს უკავშირით და თუ ცუდად იქცევა ბავშვი, ის უნდა დასაჯოს და ცუდი ნიშანი დაუწეროს. სინამდვილეში დაგროვებული უარყოფითი პასუხები კითხვაზე ვინ ვარ მე, გვაცრავს უკუ ეფექტს და ბავშვი, რომელმაც იცის, რომ ცუდია და არ გამოსდის, ის იქცევა ცუდად და ის იქცევა ისე, რომ თითქოს არ გამოსდის. ამიტომ ჩვენ ფსიქოლოგები პედაგოგიკას და პედაგოგებს ვაწვდით ასე ახალ მესიჯს. აი ამ თეორიაში და ახალი მესიჯი, რომ თუ ჩვენ გვინდა კარგი ეფექტები ქცევასა და აკადემიურ მოსწრებაში, ჩვენ უნდა გავუშვათ კარგი გადმამტკიცებლები. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ბავშვი დადებითი პასუხებით კითხვაზე ვინ ვარ მე.
ეს ორი ძირითადი საკითხი, რომელსაც მიდოდა გამომახვილებინა ყურადღება, იმიტომ რომ ბავშვის განცდებისთვის მისი ქცევის რეგულირებაში თვით განცდა და გამძაფრებული კითხვა ვინ ვარ მე არის ძალიან მნიშვნელოვანი, უთქმელი, მაგრამ ფაქიზი და მნიშვნელოვანი. ამიტომ უნდა გახსოვდეს, რომ ბავშვი ყოველთვის ეძებს პასუხს იმაზე თუ როგორია და ყოველთვის ძალიან მწვავედ იღებს იმას თუ იგი არის უარყოფითი. ეს იყო საუბრები ფსიქოლოგიაზე, მე ვარ ფსიქოლოგი.